ინვესტორი, ვისაც მე ვესაუბრები და მე ბოლო 1 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ, სრულიად, ანუ მე ადრე ვიყავი უცხოეთში, ბოლო 3 წელი სანამ ჩამოვიდოდი გავატარე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონში. კი ბატონო. ეს ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთ-ერთი საქმიანობა, რასაც მე ვეწევი, ეს არის უცხოელი ინვესტორების მოზიდვა საქართველოში. ანუ მე ველაპარაკები ბევრ ადამიანს დასავლეთიდან, მათ შორის და ვცდილობ მათ მოზიდვას. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც ისინი ასახელებენ, არის გეოპოლიტიკური არასტაბილურობა. ნახეთ, ჩვენ რას ამბობენ ეს ინვესტორები და შეიძლება ეს რასაც მე ვიტყვი, ხა ცოტა სიახლე იყოს მაყურებლისთვის. ჩვენ რეალურად გვეუბნებიან ესეთ რამეს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ნეიტრალური სტატუსი. ამით იქნებით უფრო სტაბილური ჩვენ თვალში. თქვენ თუ გადაიხრებით ან დასავლეთისკენ, ან რომელიმე სხვა რუსეთისკენ ალიანსებში, ეს რა თქმა უნდა თქვენ სტაბილურობას უშლის ხელს. მაგალითად, გეუბნებიან, თქვენ გიწერიათ თქვენს კონსტიტუციაში, რომ თქვენ უნდა გახდეთ ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით ყველამ და ხედავთ რა მოხდა უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ ამას რუსეთი არ მიიღებს. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ მოდით და ჩადეთ საქართველოში საკმაოდ დიდი თანხები ინვესტიცია განახორციელოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც ანაკლია და ასე შემდეგ. და ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ სისტემატიური შიშის ქვეშ, ანუ აი მოკლეს מחვილივით უნდა გვეკიდოს თავზე ის, რომ იმიტომ რომ თქვენ გიწერიათ რომ ნატოს წევრი უნდა გახდეთ, რუსეთი ამას არ მიიღებს, რომ თქვენ შეიძლება რუსეთი დაგესხას თავს. როგორ უნდა განვახორციელოთ ესეთი ინვესტიცია? გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.